გამარჯობა. დღეს უნდა ვისაუბროთ სამ უნივერსალურ და ყველაზე გავრცელებულ საფრთხეზე, რომელიც პოტენციურად ყველაზე მეტ დაზიანებას იწვევს და რომლის კონტროლიც ყველა დამსაქმებლისთვის უმნიშვნელოვანესია, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ობიექტს ფლობს იგი. პირველი არის დაცემა, წაბრძიგება და გასრიალება. ეს არის ყველაზე ხშირი მიზეზი ტრამვებისა და ინციდენტებისა, რასაც ხშირად მოჰყვება მოტეხილობები, დაჭიმულობები, თავის დაზიანებები. რისკ ფაქტორები ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს დაღვრილი ზეთები, სითხეები, იატაკზე არასათანადოდ განთავსებული ელექტროსადენები, იატაკის არასათანადო ზედაპირი, უმეთვალყურეოდ დატოვებული ნივთები და ხელსაწყოები, აგრეთვე მაგალითად არასათანადო კიბეები, მოაჯირების არქონა, სიმაღლეზე მუშაობა, უსაფრთხოების ნორმების დაუცველად და სხვა. აღნიშნული საფრთხის უნივერსალურობა გამოიხატება იმაში, რომ ის ერთნაირად აქტუალურია როგორც საოფისე სივრცეებისათვის, ასევე მშენებლობისათვის, საწარმოებისათვის და ნებისმიერი ტიპის ობიექტისთვის. მეორე უნივერსალური საფრთხე არის ელექტროობა. ელექტროენერგია გამოიყენება ყველა სამუშაო სივრცეში და იგი წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისათვის პირდაპირ საფრთხეს. აგრეთვე მას შეუძლია გამოიწვიოს ქონების დაზიანების რისკი. ამ შემთხვევაში რისკ ფაქტორები შეიძლება იყოს დაზიანებული იზოლაცია, გადატვირთული როზეტები, არასწორად დამიწებული მოწყობილობები, ასევე ელექტრომოწყობილობების მონტაჟი ან შეკეთება არაკვალიფიციური პერსონალის მიერ და სხვა. და ბოლო უნივერსალური საფრთხე არის ხანძარი. ნებისმიერ შენობაში არსებობს მწვადი მასალები და ანთების წყაროები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს დაზიანებული ელექტროგაყვანილობა, პერსონალის უყურადღებობა, აკრძალულ ადგილას მოწევა ან ღია ცეცხლის გამოყენება. აგრეთვე შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს ხანძარქრობის სისტემების არარსებობამ ან გაუმართავობამ. ხანძრისგან დაცვა მოიცავს სათანადო ევაკუაციის გეგმის ქონას და დროული რეაგირების შესაძლებლობას, რაც აუცილებელია ყველა მასობრივი თავშეყრის ადგილას.